ისეთი კარგი რომ სიტყვებით ვეღარ აღწერინდეს. კლასში ვარ 4. ეს არ გადაიღო ხა. ოპა. უბრალოდ ჩემო მოსწავლემ არ გადამიყვაროს. რაღაც გართობის ხმა მესმის. ყველა პირობებში მოდიოდა ჩვენთან სკოლაში და გაკვეთილს არ გვიწევთ. უდრებს ვართ? ყველა იმხელა გიხარია ახლა ახლოს სულდება წინის ახასობაში. ზოგჯერ შენ თვითონ მაიძულებ რომ ტელევიზიაში ვიყო. ბურთი არც ერთს არ მოგდის. რა ქვია? ელიფ თქვენ? როგორ? მოუბარი თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე შორ გზაზე მიდის, ამისთვის კი სავსე ავზი გვჭირდება. კარგი ამბავი ის არის, რომ საწვავის ჩასხმასთან ერთად გათამაშების მონაწილეები ხდებით. თქვენ რა ქვიათ? რუსლან, თუ 30 ლიტრს ჩავასხამ, რამდენი ბილეთი შემხდება? მოკლედ ყოველ 15 ლიტრზე გეკუთვნით ერთი ბილეთი. 30 ליטრზე შესაბამისად გამოდის რომ 2 ბილეთი დაგირიცხებთ. ერთჯერობით 2, უკანა გზაზე კიდე 2-ს დავიმატებთ. წარმატებები. ეს გათამაშება ძალიან მიხარია, თან სექტემბრამდე რამდენიმე ეპიზოდის გადაღება მოგვიწევს და რახან სოკარი ჩვენი მეგობარი და პარტნიორია, დავაგროვებთ გათამაშების ბილეთებს. წარმატებები ჩვენს და ყველას. გაკვეთილის დაწყებამდე 2 წუთით ადრე მოვედით. სულ არის 38 მოსწავლე კი. ხო? და ეხლა უკვე იწყება გაკვეთილი. შევიდეთ, აღარ შევაყავნოთ ბავშვები, შევყვეთ ჩვენს პერსონაჟს გაკვეთილზე და ნახოთ მოსწავლეები გამოგვეგებდნენ და ძალიან დაინტერესებულები არიან და მინდა რომ გავიცნოთ მე ესენიც და წავედით. გავედით. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია და რა თქმა უნდა ის საგანი რომელსაც ვასწავლი რომ შემიძლია ამაზე უსასრულოდ ვილაპარაკო, მაგრამ აი ის რატომ ვიქნებოდი ყველა ცხოვრებაში მასწავლებელი ალბათ იმიტომ რომ მე კლასში შევდივარ გრძნობ რომ ზუსტად იმას აკის ვარ. აი იმდენად სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა და ვეუბნებოდი ჩემს მეგობრებს რომ აი მათთან ერთად რომ გავდივარ გარეთ და რაღაც აქტივობით ვკავდები, აი ვგრძნობ რომ რაღაც სიცოცხლის რაღაც წლები მემატება, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვიცინი მათთან ერთად და არ ვარ მასწავლებელი რა, აი ეს რო ვთქვათ, აი მასწავლებელი რასაც ვქენთ, რომ მათთან ერთად რო ვარ მათი მეგობარი და იმდენად მნიშვნელოვანია ეს გაცვლა იმ ემოციების, რაც ხდება ჩვენ შორის, რომ უბრალოდ მართლა მეტი არ შეიძლება ასე რომ ვთქვათ და მართლა ყველა ცხოვრებაში ვიქნებოდი მასწავლებელი, იმიტომ რომ არ ვფიქრობ, რომ არსებობს პროფესია, რომელიც ამაზე დიდ წვლილს შეიტანს მომავალი თაობის ცხოვრებაში. სასუბიექტო ქცევა არის, როდესაც მისთვის იქეთ მაგათად იწერს, იშენებს და კი ბატონო, იწერს იშენებს. ესე იგი, რომელი ასე ყოფილა სასუბიექტო ქცევის მანიშნებელი, რომ კი ბატონო. წერა როგორ იქნება? აი, მაგალითად, ჩვეულებრივ ზმნაში რო გადავიყვანოთ, რა ხდება მაგ დროს? მაგალითად, წერა? კი. მე ვარ ლუიზა შანიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 28 წლის. მაღალმთიან აჭარაში ვასწავლებ. კერძოდ ხორჯომში, სოფელ მეკეიძეებში. ბავშვობიდან მინდოდა რომ სოფელში მესწავლებინა. ერთ-ერთი გადაცემა ვნახე, ოღონდ ეს არ იყო ქართული გადაცემა, მასწავლებელი იყო წასვლი ასე მაღალმთიან რეგიონში და რაღაცნაირად ეს мотивация მომეცა, რომ მოდი აბა მეც ვცადო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მთა, ძალიან მიყვარს სიმშვიდე და ჩემს თავთან მარტო ყოფნა მიყვარს და მინდოდა რომ ის შესაძლებლობები ჰქონოდათ ჩემს მოსწავლეებს მაღალმთიან რეგიონში, რაც აქვთ ქალაქში ბავშვებს და მინდოდა რომ რაღაც სტერეოტიპები დამემსხვრია, აი როგორი არის მასწავლებელი, რომ მასწავლებელი არის მკაცრი, რომელიც ყველა ქცევას გიკონტროლებს, რომლისთვისაც მთავარი არის მხოლოდ წესრიგი და მხოლოდ ის მოსწავლეები უყვარს, რომლებიც მხოლოდ აწიღებენ. აი ეგ სტერეოტიპი მინდოდა რომ დამემსხვრია. ხო, ესე იგი, ცოდნას ჩვენ ვერავინ ვერ წაგვართმევს, მაგრამ მე თუ თქვენ ცოდნა გაგიზიარეთ, მე რაიმე მომაკლდება? არა. დავით
გურამიშვილი გვეუბნება, რომ ცოდნა პირველ რიგში რისთვის არის საჭირო. ვუყურებ, რომ ჩემთან არიან თავისუფლები და ჩემთვის ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მინდა რომ ჩემი მოსწავლე გაკვეთილზე დაძაბული იყოს და შეშინებული და ვაიმე ახლა დავალება თუ არ მექნება, ძალიან მკაცრად დავშჭით რაღაც ეს არ მინდა რომ ვქონდეთ და ყოველთვის ვცდილობ ისეთი ურთიერთობა გქონდეს, რომ იცი რა, მოდი თუ არ გაქვს დავალება, მოდი აქვე გავაკეთოთ და მოდი აღარ გავიმეოროთ. სულ ვეუბნები რომ ხოლმე რომ მე ხოლმე შენი მეგობარი ვარ და მითხარი, აბა რა პრობლემა გაქვს და ალბათ უფროს მეგობრად აღმიქვამენ და იმ ადამიანად, რომელიც აძლევს თავისუფლებას, მაგრამ არა ისე გადამეტებულად. მათგან არასოდეს არ მიგრძნია, რომ რაღაცაში მცდიან და ისეთ ჩამწრევ კითხვებს მისვამენ. აქ არ მიგრძნია ეგ, რომ აი აბა გამოგცანო, რადგან ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ, იცი თუ არა შენ ეს საგანი ნამდვილად კარგად და აი არ ვიცი, ყოველთვის აზრს მეკითხებიან, არა მარტო ქართულში, ასე რომ ვთქვათ, არა მარტო ჩემს საგანში, არამედ ზოგადად ცხოვრებისეულ შეკითხვებსაც მისვამენ და ეს ჩემთვის არის ძალიან სასიხარულო, იმიტომ რომ გრძნობ, რომ ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ და თან რაღაც საიდუმლოს რომ გამანდობენ, აი ხვდები რომ მე მათი ნდობა დავიმსახურე და ალბათ ცხოვრებაში ეგ არის თავი, რომ ადამიანი რომელიც შენ თვალწინ იზრდება, მისი ნდობა გქონდეს შენ და არ გატყუებდეს. პირველი სკოლა, როცა არ ამბობენ, რომ ლუიზა მასწავლებელი უყვარს ყველაზე მეტად და იმიტომ რომ დირექტორი უყვარს ყველაზე მეტად. აუ, ძალიან კარგია. შესვენებებზე თამაშობთ ხოლმე? ხო, მე კარგად ვერ ვთამაშობ ფრენბურთსაც, ერთად ვდგავარ ხოლმე მარტო, მაგრამ წრეში ბურთს თამაშობ. გუნდის ნაწილი ხარ. ხო. ერთად მოსწავლეები იგებენ ხოლმე. ხო და მე ნაყინსი იგებენ ხოლმე და ანუ ესეთ იმაზეა თამაში. რა მაგარია. მე ბაი. მე და ჩემი პერსონაჟი მოწინააღმდეგე გუნდებში ვართ. მაგრამ ბურთი არც ერთს არ მოგდის. ოჩახ. შეიხარ თითქოს აი საძირკველი და შემდეგ აი შენდება და სადღაც 10 წელში შეგხვდება შენი მოსწავლე და ის რაღაც ძალიან კარგი ადამიანია. ჩემთვის თავარი რომ ჩემი მოსწავლეები არა ექიმი, არა მასწავლებელი, არა თქვათ პროკურორი, არა ადვოკატი, არამედ იყვნენ კარგი ადამიანები და ამას რო დავინახავ წლების შემდეგ ალბათ ძალიან გამიხარდები. ჩვენ ვიცნობდით რომ მოდიოდა ლუიზა მასწავლებელი, რომ შევიტყვეთ ძალიან გაგვიხარდა და იმედი გვაქვს რომ კიდევ დარჩება ჩვენთან კიდევ ბევრი წელი. და გიზარება სწავლა თუ რა? მე მართლაც სხვადასხვა გიზარება არა გიზარი. მართლა ყველაფერს სწავლობ. სიყვარულს სწავლობ, რაც თავარია, იმიტომ რომ თანადგომას და იმას რომ ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს ხელი გამოვუწოდოთ და მე მახსოვს, როდესაც აქეთ გადმოვედით და შეშარო დაგვიჩეხეს ეს სარდაფში უნდა შეგველაგებინა და მესმის ხმა ჩემი მოსწავლეების, რომ მას გარეთ გამოიხედეთ და გავიხედე გარეთ და ჩემი მოსწავლეები არიან, რომ შეშა უნდა შევალაგოთ სარდაფშია და ვამბობდი, რომ ღმერთთან რა გავაკეთე ისეთი, რომ უბრალოდ ასეთი ადამიანების სიყვარული დამისახურე, იმიტომ რომ ბავშვები არიან ყველაზე გულწრფელები და რაღაც ძალიან შეიძლება გაცვეთილი ფრაზა იყოს, მაგრამ მართლა ასეა. ისინი არ აკეთებენ იმას, რაც არ უნდათ. და არასოდეს არ ცდილობენ ვიღაცას თავი მოაწონონ, როგორც ამას ვაკეთებთ უფროსები. და ალბათ წლები რომ გავა, რაღაც გავიხსენებ, ან რომ დაუბერდები და ჩემს შვილებს და შვილიშვილებს მოუყვები იმას, რაც გავიარე სოფელში 3 წლის განმავლობაში და არა ის, რაც ასე რომ ვთქვათ, გამოვტოვე ქალაქში. დავიწერეს, რომ ძალიან მოწყენილი ცხოვრება არისო რა და არ არის ასეთი ისიც როგორც ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ შენს თავთან თუ ხარ ჰარმონიაში და შენ იცი რა უნდა გააკეთო, ანუ მოწყენილი არ ხარ რა, იმიტომ რომ შეიძლება ქალაქშიც იყო მოწყენილი, ანუ მთელი დღე სახლში იჯდე და უბრალოდ მობილურის ქროვა. ესე ითქმის, რომ ტიპური აჭარული სახლია? ეს. ამაზე? ხო. აქ რო ბოსელი ახლოს იყოს კი. ანუ ეგეთი ის იყო? ახლოს უნდა იყოს. კი. ახლოს თუ იმავე შენობაში? უფრო აი ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ თოვლი იმდენად დიდია, რომ გადაადგილება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ დილით საღამოს
სჭირდება ხო, იმიტომ რომ მესაქონლეობას მისცემენ ძირითადად და აქ იმდენად ახლოს უნდა იყოს ეს ფოსილი სახთე, რომ მარტივად შეცვალ, გასვლა, გამოსვლა და ასე შემდეგ, ხო. დერახან არ ხართ დავშვათ პროგრამის მასწავლებელი და საკუთარი ინიციატივით და სურვილით ხართ ამოსული, ანუ იხდით ქირას, სახის ქირას? სახის ქირას. ანუ თქვენი ხარჯით გიწევთ ამ ყველაფრის? მე და როლიტა ვინეთლება. არაჩვეულებრივ ხედებს ხედავთ. ეს მაგი და ნახე სტორიებში, მოკლედ ყველაფერი თითქმის შენ რასაც აზიარებ, არც ერთი შენი ვიდეო და სტორი და ამბავი არ გამომპარვია. ყველაფერს თვალს ვადევნებ, ეს მაგი და მისივე შეღებილი. აქ მოიწყეს რაღაცა პატარა ბალახია ცოტა გასათიბი, მაგრამ ვიცი რომ არ მიზან მიმართულად არ თიბავთ, იმიტომ რომ რაღაც პირველ დღესთვის არის განკუთვნილი, ხო? კი ბატონო. თორე შეიძლება და კიდევ უფრო მყუდრო მოსასვენებელი ქონოდა. ხო და მოკლედ ძალიან ლამაზია აქაურობა, ესე სტუმრად ამოსულის თვალით, მაგრამ ეხლა ბუნებრივია რომ იქნება რაღაცა სირთულეები, მით უმეტეს ეხლა წეღანოს საუბრობდით და ზამთარში ალბათ, ხო? კი, გაზაფხულზეო მარტივიაო წეღან შენ თვითონაც ამბობდი მე რა დათბება და აი მაინამდე რა სირთულეები ახლავს თან კონკრეტულად მთიან აჭარაში ცხოვრებას. მოდი მაგაზე ვისაუბროთ. ძალიან მკაცრია ზამთარი. იმდენად მკაცრია რომ წყალი გვეყინებოდა. აი 3 თვის განმავლობაში თქვენ ახევარი ალბათ წყალი არ გქონდა და ხან შუქი მიდიოდა, ხან წყალი გვეყინებოდა და გვეხმარებოდნენ ადგილობრივი ადამიანები, თორემ ისე მარტო ორი გოგო ცხოვრობდეს სახლში, ყველაფერს განმოწყვეტილი ძალიან რთულია და გზა იყინებოდა. აი დღეს კი არ გასულა რომ არ წაქცეულიყავი და ცოტა რთული იყო ძალიან და ემოციურადაც აი ვერ უძლებ რა ადამიანი, აი მენტალურადაც ხან ის, მაგრამ დავწმუნდი რომ არ ვარ მაინც სუსტი გოგო. ეს ყველაფერი რომ გადააგორი ხო? არ, მე ახლა არ მინდა ვინმე ისე გაიგოს რომ ვაიმე და მე რას ვაკეთებ, ანუ ესე არ არის, იმიტომ რომ ასე ცხოვრობს ყველა და ყველა ამას აკეთებს, მაგრამ ესენი უფრო მიჩვეულები და ადაპტირებულები არიან ამ გარემოში. და მე აი არ ვიცი, ალბათ 10 სანტიმეტრი თოვლი მქონდა, აქამდე ნანახი საერთოდ და ვერ წარმომედგინა რომ შემეძლო გზა გამეყვალა და სკოლაში ისე ჩავსულიყავი, მაგრამ მე ჩემს თავს ვუმტკიცებდი, რომ მე შემიძლია რომ გავაკეთო და ზოგადად არ არსებობს რაიმე ისეთი პრობლემა, რასაც ვერ გადალახავს ადამიანი ქალი. ეს ქალი. ხო, ანუ უფრო ძლიერი ყოფილხარ, ვიდრე თუნდაც გეგონა და იცოდი შენი თავი, ხო? და დამემტკიცებინა მინდოდა ადამიანი. აი, ვინც ამბობდა რომ ახლა წამოვა. აი ახლა რომ გათოვდა, აი ხო იყვნენ ადამიანები, აი ვერ გაუძლებს მაინც და წამოვა კი, მაგრამ მე ვიღაცის იმისთვის რა დამემტკიცებინა მაინც და მაინც არ მქონია რა. უფრო შენ თავთან ალბათ. შენ თავთან კი. იმიტომ რომ იმდენად მიყვარს მთა და სოფელი, რომ რაღაც სირთულეების გადალახვა მარტივდება. აი სიყვარული ალბათ ამარტივებს უფრო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დილით რომ გამოვიხედავ აი ეს ფაიჭრიდან და აი შავშეთის ხეთს რო დავინახავ მე რაღაცნაირად ყველაფერი იქით არის შავშეთი. კი, აი თოვლიანი მთები არის ეს შავშეთი. ახლა ცოტა ხრუბელი ეფარება, მაგრამ ძალიან ლამაზია და მეუბნებოდნენ რომ თუ ასე რთულია ადგილ ჩაალაგეო რა. ერთხელ მახსოვს ამეტი რა ერთ-ერთ სტორში ინსტაგრამზე და ეს ერთადერთხელ მოხდა, მე ზოგადად არ მიყვარს ეს ემოციები, ესე გამოხატვა და უფრო დადებით საუბრობ ყოველთვის ვიდრე უარყოფითზე და მომწერეს რომ ძალიან ბევრმა სხვათა შორის თან ქალებმა რომ რა სამადლია მე ადგილ ჩაალაგეო, ვარგი და წადიო და ასე არ არის რა. ადამიანები ვართ და რაღაცებზე შეიძლება ესე რეაგირებდეთ ემოციურად. კი და ემოციები გამოვხატოთ ჩვენი. და რომ ასე მარტივი არ არის, იმიტომ რომ მე მაქვს აღებული პასუხისმგებლობა ჩემი მოსწავლეების წინაშე და მე რა ქალაქში შეიძლება ისეთ სირთულეს წავაწყდეთ რა, მაინც და იქაც აგეტიროს რომ ხო, მე იქ უფრო მეტირებოდა ვიდრე აქ. წეღან საუბრობდი სკოლაში, რომ აჭარა, ну მთიანი აჭარა ძალიან პოპულარული აქამდე არ იყო, როგორც სამოგზაურო ადგილდანიშნულება, ხო? და შენი როლი თუნდაც ამ მიმართულებით, რომ ბევრ რაღაცას აზიარებ, აცნობ ადამიანებს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუნდაც ეხა ერთი ეს პატარა სოფელი, რომელიც მაინამდე არავინ არ იცოდა,
შენს შემდეგ და შენ აუდიტორია საკმაოდ ისეთი გყავს, მრავალრიცხოვანი ადამიანებმა გაიცნეს. უამრავს უთქვამს, რომ მე ღორჯომი და ბორჯომი ერთი მეგონაო და როცა ვამბობდი, რომ მე ღორჯომში ვარ, მიწერდნენ, რომ ეს ბორჯომია, ღორჯომი არა, ბორჯომი. ხო და მეუბნებოდი, არა და სად იყო ღორჯომი, ისიც კი არ იცოდა უამრავმა და ვამბობდი, რომ ეს არის მაღალმთიანი აჭარა, ღორჯომი და სოფელი მეკეიცები ან გორგაწევები, ან წინა სოფელი. სადაც ცხოვრობდი. ხო, მიფიქრია კი და მიხარია თუ ასე მოხდა მართლა, რომ ჩემი მეშვეობით რაღაც ეს პატარა სოფელი გაიცნო ჩემმა აუდიტორიამ. და სხვათა შორის ხშირად მწერენ, რომ თუ არის მან კოტეჯები რომ ამოვიდეთ და დავისვედოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი ხედი გვაქვს. ხო და ზოგადად მოთხოვნა აჩენს მიწოდება შემდეგ და ეხლა როცა თუ კი ბევრი ადამიანი დაინტერესდება, მე შეიძლება ამან დაასტიმულიროს კიდეც და ხელი შეუწყოს თუნდაც აი ამ რაღაცა მინიმუმ შიდა ტურიზმის განვითარებას და შემდეგ უკვე გარე ტურიზმსაც, რომ თუ კი იქნება დაუშვათ ინფორმაცია ხელმისაწვდომი, რომ კი ბატონო, ღამის თევის შესაძლებლობა აქ არის, მოკლევადი აქავრობ. კი და მე ვცდილობ, ასე რომ ვთქვათ, ეს გზავნილი მივიტანო ყველა ადამიანამდე, რომ აჭარა მხოლოდ არ არის ბათუმი და ქობულეთი, ანუ ზღვისპირეთი. ხო, ზღვისპირა ქალაქები არ არის მარტო აჭარა და აჭარის, აი თუ გინდა ყველა სიძახსა, თუ გინდა ნამდვილი აჭარა გაიცნო და ეწვიო მთიან აჭარას. ძალიან კარგი გოგო ხარ. ეს ყველაფერი აქამდეც ვიცოდი, სანამ პირადად გაგიცნობდი, წინასწარ რაღაცა ეგ უნარი გამომიმუშავდა რაღაცნაირად, რომ გრძნობა ადამიანების, არ ვიცი, ენერგეტიკას, ფსიქოტიპს, არ ვიცი ზუსტად ამას რა ქვია და დაახლოებით ვიცოდი, რომ ესეთი დამხვდებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი ასე ახლოდან მოსასმენადაც თან ძალიან ემოციურია ჩემთვის, რა, იმიტომ რომ აი ზუსტად მესმის მართლა ყველაფერი, რასაც ამბობ რა, ის სირთულეებიც, ისიც რაც გიმსუბუქებს ამ სირთულეებს და მთელი ეს პროცესი საკუთარ თავზე მუშაობის და ცხოვრების, როგორც გამოცდილების. ყველაფერი მესმის ზუსტად და მიხარია რომ გაგიცანი და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი მასპინძელი ხარ დღეს და მიხარია რომ ჩემი პერსონაჟიც ხარ დღეს. თქვენ რომ აი ამ ხელებს ამოიერეთ და ამოხარეთ ჩემთან. კარგი დღე იყო. გამიხარდა შენი გაცნობა. ვიცი. შავ. მორჩა კინო.